გამარჯობა. ეს არის პოდკასტი 31 და მე ხატია ძნელაძე ვარ. დღევანდელი ჩემი რიგით მე-7 ეპიზოდის სტუმარი. გახლავთ ძალიან საინტერესო, უმშვენიერესი, ულამაზესი ფსიქოლოგი ანი ბარჭაძე და პირველ რიგში მინდა რომ ანის მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ მობრძანდა ჩემთან, გამონახა დრო ამ უდროობაში და ძალიან ბევრ საქმეში და მადლობა მოკლედ ანი პირველ რიგში ჩემთან მობრძანებისთვის და პირველ რიგში მინდა გითხრა როგორ ხარ? შენ მადლობა მოწვევისთვის, ამდენი კომპლიმენტისათვის და მადლობა. კარგად ვარ, დაკავებული, მაგრამ მიდის ცხოვრება რიტმში. ნამდვილად როცა დაკავებული ხარ, მე მგონია რომ აი საქმე როცა გაქვს, ცოცხალი ხარ ადამიანს და აი გქონდეს საქმე უსაზღვროდ და თან ამავდროულად მოვახერხოთ განტვირთვათ ამ ყველაფერთან ერთად. მე პირველ რიგში მაინტერესებს საიდან დაიწყო აი შენი ფსიქოლოგიისადმი ეს ინტერესი, აი ზუსტად აი ზოგადად დავიწყოთ აი შენი ბავშვობით. მოგვიყევი შენს ბავშვობაზე, როგორი ბავშვი იყავი, საიდან მოდიოდა ეს შენი ინტერესები და მე უკვე რო ჩააბარე უნივერსიტეტში, აი ეგ მონაკვეთი რო უკვე ჩააბარე ფსიქოლოგიაზე. ხო. როგორც გითხარი, უფრო მიჩვეული ვარ ხოლმე მოსმენ. კი. და ცოტათი უცნაურია. მე მესმის, ამიტომ ამიტომ ცადოთ რა გამომივა. კი, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. მოკლედ ჩემი ამბავი იწყება ჩემი გარდატეხის ასაკიდან რეალურად რაც მე მახსოვს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო ადრეულ ასაკში იწყება, მაგრამ გარდატეხის ასაკიდან მახსოვს ისეთი გამოწვევები საკუთარ თავთან. ყველაზე მეტად მახსოვს პროტესტი. ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც ჩემს ირგული ხდებოდა. რაც რეალურად ჯანმრთელი მდგომარეობა, მაგრამ იმ მომენტში ბავშვი და მოზარდი ამას ვერ იაზრებს. მაინტერესებდა ყველაფერი, რატომ არ შეიძლება ამის ჩაცმა, რატომ არ შეიძლება სადმე წასვლა და მოკლედ უამრავი კითხვა ირეოდა თავში. ამ მომენტში რა თქმა უნდა არ მიფიქრია სად წავა ჩემი ცხოვრება, როგორ წავა, რას გავაკეთებ. მაგრამ მე უკვე როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავიწყე სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის სწავლა. ესეც როგორი გადაწყვეტილება იყო, იცი, აი შემთხვევითი, რომ უნდა მივიდე იქ. სადღაც რა თქმა უნდა ალბათ ადამიანებმა გაუცნობიერებლად უკვე ვიცით, საით მივდივართ, მაგრამ იმ მომენტში ალბათ დაზუსტებულად შეუძლებელია, რომ იცოდე, რომ აი ნამდვილად აქ მინდა. უნივერსიტეტში დაიწყო გარდატეხა, იმიტომ რომ დავიწყე ფილოსოფიის სწავლა. რაღაცნაირად წამოვიდა კითხვებზე პასუხები, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ იყო ვერასოდეს საკმარისი და ამომწურავი ჩემთვის. ამ მომენტში და ამ პერიოდში შევიძინე უამრავი მეგობარი და ამ სამეგობრო წრეში ხშირად მიდიოდა საუბრები ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე და ასე შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება და რას გავაკეთებდი. და მუშაობდი ყველგან, სადაც შეიძლება, რომ 18 წლის ადამიანი მუშაობდეს. ეს იყო პოლიტიკური პარტიები, გაყიდვების ოფისები, ყველგან, ყველაფერში და გარდატეხა დაიწყო მაშინ, როცა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობდი. ამ სარეკლამო კომპანიას ვთხოვე, რომ მაქვს სიცხე დამომცენ ერთი დღე day-off-ი და არ მომცეს. და გავედი სიცხიანი და რო შემამოწმეს, რა თქმა უნდა ვიჯექი, იმიტომ რომ ფეხზე დგომის რესურსი არ მქონდა და ეს სამსახური იყო, რომ აუცილებლად ფეხზე უნდა დახვედროდი მომხმარებელს და მითხრეს, რომ ჩემმა მეგობარმა რომ გაგიშვებენ, იმიტომ რომ შემოწმებისას იჯექი. ვიცოდი უკვე. და წამოვედი და გაბრაზებულმა რამდენიმე თვეში გავხსენი ჩემი იგივენაირი სარეკლამო და დავიწყე ბიზნესის კეთება. ოჩახ. ბიზნესის კეთება იყო ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ არ ვიცოდი საერთოდ არაფერი, მართლა არაფერი არ ვიცოდი. მე და ჩემო მეგობარმა დავიწყეთ. მე თვითონ ვიყავი, რა ვიცი, ვაიზერი, ეგრეთ წოდებული კომპანიებთან მე თვითონ დავდიოდი შეხვედრებზე, მე თვითონ ვატრენინგებდი ჩემს პრომოაგენტებს, მოკლედ ყველაფერს და აქ მივხვდი, რომ როცა ამ გოგოებს ვუკითხავდი პატარა ლექციის მაგვარ
რაღაცა კონკრეტულ кейსებს, მივხვდი, რომ საიდან ვიცი ეს გაყიდვების ფსიქოლოგია. წარმოდგენა არ მაქვს, ოღონდ ამას ვაკეთებ, ვასწავლი ამათ. და წამოვიდა ინტერესი, რომ თუ უფრო მეტი ფსიქოლოგია გეცოდინება, უფრო კარგად გამოგივა კიდეც ბიზნესი. ზუსტად ეგრეა. ეს ბიზნესი აშენდა გულწრფელად, როგორ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ მივყვებოდი უბრალოდ რიტმს, მაგრამ მივხვდი, რომ ოკეი, და მე არ არის საკმარისი აქ რაც ხდება, ვერაფერი ისეთი ვერ მივიღე, ვერ ვისწავლე და მივხვდი, რომ კიდე რაღაც სხვა უნდა ვაკეთო. და გაცილებით უფრო შემეცნებითი, ხო? რა თქმა უნდა, არ მყოფნი და მხოლოდ ეს რაღაცა ბუღალტერთან გადარიცხვა, ჩარიცხვა, განაწილება, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ იყო საინტერესო და გადავწყვიტე რომ დამეწყო რაიმე დიდ კომპანიაში მუშაობა, მაგრამ მანდ მივხვდი რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც დილას გაიღვიძებს 9-ზე, მივა სამსახურში და წამოვა 6 საათზე. მე ძალიან მიჭირს ესეთ განრიგში მეცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი და მე ამბოხე ვარ სულით და სულ ასეთი ვიყავი რეალურად. და მაგ პერიოდში მოვხვდი ჩემი მეგობრისგან რაღაცა კონკრეტულ კომპანიაში და ამ კომპანიაში იყო თან თერაპიის სახლი და თან გაყიდვების ოფისი, ორი საერთო სივრცე იყო ერთად. მან რომ მივხვდი, რომ სუსტად ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, არ იყო არანაირი მატერიალური სარგებელი, როგორც მანამდე მქონდა. არაფერი ისეთი არ ხდებოდა, მაგრამ იქ მუშაობდნენ თერაპევტები, შემდგარი ადამიანები და მე მქონდა შანსი, რომ განვითარებულიყავი, თან მესწავლა, თან რაღაც პერიოდი ეს ბიზნესიც პარალელურად კიდე მქონდა და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. და მე თვითონ ყველაზე მეტად რასაც გრძნობდი საკუთარ თავში მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა მეტამორფოზა, ეგრეთ წოდებული, დღეს ძალიან პოპულარულია ეს სიტყვა. და დავიწყე ჯგუფური თერაპიებით, სადაც გავიცანი ჩემი მასწავლებელი ვაძიმი, რომელიც უზომოდ მიყვარს, უზომოდ მადლიერი ვარ და ვაფასებ, სადაც წლების განმავლობაში ყველა ჯგუფს, რომელსაც ატარებდა, ვესწრებოდი, ვსწავლობდი მისგან ფსიქოანალიზს, ის არის ფსიქიატრი, ფსიქიატრიას, სისტემურ განლაგებებს, არტ-თერაპიას და მოკლედ ეს იყო ჩემთვის უდიდესი რესურსი. და ეს იყო დაუღალავი შრომა გულწრფელად არ მეძინა თითქმის იმიტომ რომ ჯგუფები მთავრდებოდა ძალიან გვიან დილას მივდიოდი უნივერსიტეტში რომ მოვდიოდი ვპასუხობდი ზარებს ვინც რეკავდა ყველა კლიენტთან მქონდა საათობრივი საუბრები ვდებდი მე თვითონ პოსტებს და ვაკეთებდი რეკლამას და ვისწავლე მარკეტინგი ამასობაში ვალაგებდი ყველაფერს ვაკეთებდი იმიტომ რომ არ ვიღლებოდი იმდენად მომწონდა, იმდენად მაინტერესებდა და იმდენად საკუთარ თავში ყოველდღე შემეძლო, რომ ერთ ფაზლზე დამედო მეორე. რომელიც რამდენად საინტერესო სიღრმეებში შეგიყვანს, ხო? კი, ეს იყო საოცარი მოგზაურობა, ურთულესი ჩემი ასაკისთვის. ეხლა რო ვუყურებ მაშინ 21 წლის ანის არ ვიცი როგორ შევძელი გულწრფელად ამ რეჟიმში, ამ ჯგუფებში, ამდენ ადამიანში თავის გატანა, მაგრამ რაღაცნაირად მქონდა ეს ხალისი და მან უკვე გაჩნდა მიზანიც. მიზანი, რომ მეც ერთ დღეს შევძლებ თუ საკუთარ თავს დავეხმარები ამ პროცესებში და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დახმარებასთან ერთად აუცილებელია, რომ მიიღო შესაბამისი განათლებაც. აუცილებლად. დავეხმარები სხვა ადამიანებსაც და ამის მერე დავიწყე მაშინვე ბაკალავრის მერე გადავაბარე, წავედი მაგისტრატურაზე, ეს იყო ძალიან სახალისო ამბავი და დღემდე მადლიერი ვარ, ამასაც ძალიან მოკლედ მივიღები. მაგისტრატურის გამოცდები იყო უკვე დასრულებული და ორადორი უნივერსიტეტი იყო, სადაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შეგეძლო გაგრძელება და
მივედი და ვეუბნები, რომ მეთქი უნდა ჩავაბარო და მეუბნებიან, რომ ეროვნული ჩაბარებული მქონდა შიდა გამოცდებს გულისხმობ, რომელიც დამთავრებული იყო ყველა უნივერსიტეტში, იმედი ახლა არ გავაფუჭე. და მითხრეს, რომ არა, მოკლედ. ვთხოვე, რომ დეკანთან შემიშვან და მითხრეს, რომ დეკანი არ არის. მე ვუთხარი, რომ კარგი, ვინც არის, ვინც რამეზე აგებს პასუხს, იმასთან შემიშვით. და მახსოვს, რომ შემიშვეს დეკანის მოადგილე იყო, თუ არ ვცდები, მხოლოდ სახელი მახსოვს ამ ქალბატონის და ერქვა ნინო. და შევედი ნინოსთან და ვეუბნები, რომ მე მარტოს ჩამაბარებინეთ მაგისტრატურის გამოცდები და ეს ქალი მეუბნება, რომ დასრულებულია, ვერ მოხვდები მაგისტრატურაზე, სადე მომავალ წელს და მე უკვე მეჩქარება. ანუ ვერ მოვიცდი ვერც ერთ. კანში ვერ ეტევი, რომ გინდა რომ რაღაცა მიხვიდე მიზანთან. აუცილებლად და არ ვიცი რა უნდა ვთქვა, თან უფროსი ქალბატონია და მე არ მახსოვს რამდენის ვარ 21-ის, 22-ის მაგ დროს უკვე ალბათ და რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი. არა 21-ის ხო, ალბათ არ მახსოვს ზუსტად. და ამ ქალბატონმა მითხრა, რომ მითხარიო რატო უნდა მოხვდე წელსვეო და რატო არ უნდა მოხვდე მომავალ წელს, რატო უნდა იყოს შენ გამონაკლისი, როცა ყველამ თავის დროზე ჩააბარა და მე ვუთხარი, რომ მე დავწერ ნაშრომს, მხოლოდ გამოცდაზე დამიშვით, რასაკითხიც არ უნდა მომცეთ და თქვენ რო წაიკითხავთ, თუ მიხვდებით, რომ მე წელს ამის ღირსი არ ვარ, კი ბატონო, მაშინ გამიშვით და საინტერესო შემოთავაზება. დამთანხ, არა, იმ წამს არ დამთანხ და მითხრა, რომ დამიტოვე ნომერი და წადიე. ხლა უკვე ბევრს ლაპარაკობ. და მოვიფიქრებ და დაგირეკავ და გამოვედი ჩავჯექი მანქანაში და ქონდა იმედი რომ დაგირეკავდნენ? კი, მჯეროდა, მთელი სულით და გულით მჯეროდა. ზოგადად მაქვს ეს, რომ თუ რაღაცის მჯერა, კი. მოვა. არ ვიცი როგორ როდის, რა ფორმით, მაგრამ მოვა. და ზუსტად ასე მოხდა. რა მაგარია. ქუჩაზე ჩამოვედი, დავწარი მანქანა და რამდენიმე წუთში ამ ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ დაწერ გამოცდას, წავიკითხავთ და შეიძლება გაგიჩნდეს შანსი, რომ წელს ვამოვიდე. ანუ რა მაგარია და მე ანუ მიგიყვება. დავწერე, მე იყო რაღაც ინგლისურის გამოცდა, კიდე რაღაც შიდა გამოცდები და მიმიღეს. ოჩაღაი ნამდვილი მაგალითი იმისა, რომ არ უნდა დავნებდეთ და როცა რაღაცას მიზნად დავისახავთ, აი მაგალითი ხარ ჩემთვის, ანუ ამ ისტორიით ნამდვილად და მე უკვე როგორ იყო? შემდეგ იყო, რომ არ იყო საკმარისი ერთ მაგისტრატურა გულწრფელად, იმიტომ რომ მე არ მყოფნი და თავად ხო შეიძლება ადამიანებისთვის ეს იყო საკმარისი ყოფნი და ყველას თავისი დრო, რესურსი აქვს, ხო? ჩემთვის არ იყო საკმარისი. ანუ მაქსიმალისტი ადამიანი, რომელიც იბრძვის რაღაცა მწვერვალისთვის, უბრალოდ მაგისტრატურის ცოდნაზე სადაკმაყოფილებელი, ხო? ხო, იცი რა არის? ალბათ მაგ დროისთვის მე უკვე მქონდა იმხელა ცოდნა ვაძიმისგან. კი, ზუსტად. ვეცებდი მაპატია რაღაც ამაზე უფრო მეტს. და ეს მეტი არ ვიცოდი სად იყო. ხო, თან ასაკიც ეგეთია ჩემთვის და მე ეგეთი ასაკი მქონდა, რომ რაღაცა საკმარისობის განცდა არ მქონდა ცხოვრებასთან მიმართებაში. ოღონდ ეს არ იყო გარეთ საკმარისობის ძებნა. გარეთ ყველაფერი შეიძლება მოგეჩვენოს საკმარისად, რაც შენთვის იქნება საკმარისი. შიგნით არ მყოფნი და რაღაც და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ესწავლა პარალელურად რომელიმე მიმართულება და მაგისტრატურასთან ერთად დავიწყე გეშტალტი. ამ პერიოდში არ დაგიმალავ, ვსწავლობდი უკვე გეშტალტს, ვსწავლობდი მაგისტრატურაზე. ნუ ეს გამოცდები, სემინარები, ვატარებდი ჯგუფებს ვაძიმთან ერთად. და ეს იყო თვეში რამდენი ჯგუფი ვერ დავიდვლი. ვკითხულობდი აქეთ-იქით ცალ-ცალკე კურსებს, დავდიოდი თერაპიაზე. და მოკლედ, არ ვიცი, იყო რაღაცა შეუჩერებელი. და რამხელა ინფორმაციულით, ხო? კი, ძალიან დიდი ინფორმაცია იყო. მე რაღაც პერიოდი, რა თქმა უნდა, გავჩერდი, დავსტაბილურდი მაგისტრატურის შემდეგ, როცა უკვე მაგისტრატურა დავასრულე, დავრჩი მხოლოდ გეშტალტში ჯგუფებზე, რომ გამეკეთებინა მიღებული ინფორმაციის ასიმილაცია საკუთარ სხეულში, საკუთარ თავთან.
მიმეცა დრო რომ გასხორცებულიყო ეს ამდენი ინფორმაცია და მე დღემდე რა თქმა უნდა ვაგრძელებ კიდე ჩავაბარე სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მიმართულებებში, დღესაც ვითარდები რა თქმა უნდა და ეს პროცესი არ სრულდება. ეხლა თუ სწავლობ ხელზე ორიენტირებულ თერაპიას, ჩემთვის ეს ყველაზე ნაცნობი თერაპია, იმიტომ რომ მე აქედან დავიწყე, რეალურად ჰოლოტროპებიდან დავიწყე ადამიანის სხეულის შეგრძნება, გაგება და ეს პროცესი მოკლედ მას მერე აღარ გაჩერებულა და იმედი მაქვს, რომ არც არასდროს არ გაჩერდება და არ გავაჩერებ თავად მე. მე მგონია რომ აი როცა ადამიანი ხარ ძიების პროცესში, ეს ძიების პროცესი არასდროს მთავრდება და ზუსტად ეგაა საინტერესო. და მე ძალიან კარგად მესმის შენ, იმიტომ რომ ზუსტად მასე, აი ზუსტად მაგ ასაკიდან, აი სადღაც 17 წლიდან უკვე იმდენი პროტესტი მქონდა და იმდენი რაღაცა კითხვა და იმდენი ეს ინფორმაცია ჩემ თავთან რომ აი მუდმივი მუშაობით მე მივედი ჩემს რაღაცა ჩემი თავის ძიებაში აი მე ამ ძიების შემდეგ სადღაც კონკრეტულ ეტაპზე და ანუ ეს ეტაპები არასდროს არ სრულდება და მე მგონი რომ მაგიტომ არის საინტერესო ჩვენი ცხოვრება რომ ეს ძიება არასდროს არ შევწყვიტოთ და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ ლარისასთან საუბრისას აღვნიშნეთ რომ ადამიანი სანამ სწავლობს იქამდე ცოცხალია სანამ ამის მოტივი აქვს რომ ისწავლო თორემ ძირითადად შინაგანად თუ არაფერს სურვილი აღარ გაქვს ეგ არის უკვე ძალიან ცუდი და ამიტომაც თუ ვინმე თვლის რომ აი შინაგანად არაფერს სურვილი აღარ აქვს აი ენერგეტიკულად რაღაცა განულებულია და ამ ყველაფერს ჭირდება შველა აუცილებლად მეგობრებო საჭირო არის მაგ დროს დახმარება ფსიქოლოგის ფსიქიატრის ან ადამიანის რომელიც მაგ დროს დაეხმარება და თუნდაც ჩვენში დაგროვილი ემოციების გამოხატვა რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს აი მინდა რომ ამაზეც გვესაუბრო ცოტანი რომ აი რამდენად მნიშვნელოვანია ის გამოუხატავი ემოციები, რომელიც არის ჩვენში და ეს უნდა გამოუხატოთ. აი რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გამოხატვა? იცი საიდან დავიწყებ? შენახსენე 17 წლის რო ვიყავიო, მანდიდან დავიწყეო და მოდი ცოტა შორიდან მოვუაროთ და მოვიდეთ ემოციებამდეც. ხო, ნახე რა საინტერესოა და მე და შემსაუბრობდით წეღანაც, რომ ჩვენ ვიცით რაღაც კონკრეტული გზა, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ხო? მაგალითად, სახლში გვეუბნება ყველა, რომ აუცილებელია სწავლა, განათლება, ну უმეტეს ოჯახებში, ჩვენს კულტურაში ასეა, ხო? მოდი ეს რა თქმა უნდა, რასაც მე ვსაუბრობ, ყველაფერი არ ეხება, რაღაც უფრო განზოგადებას გავაკეთებ, მაგრამ ოკეი. ხო, გვეუბნებიან, რომ უნდა ვისწავლოთ და თუ ვისწავლით კარგად, ვიქნებით კარგი გოგოები და ბიჭები. ხო, მე ჩვენ მოვდივართ და ვიწყებთ რაღაც სკოლაში სწავლას, ყველა ისე როგორც შეგვიძლია, აქეთ-იქით რაღაცა ზოგს რაღაცა წრეებზე გვატარებენ, ზოგს ვერ და მოკლედ როგორც ვითარდება ეს ჩვენი ბავშვობა და ცხოვრება. მაგრამ ბავშვმა იცის ბავშვობაში, რომ კარგი უნდა იყოს და ეს კარგი ასოცირდება, რომ რაღაც უნდა შეძლოს, შექმნას, ისწავლოს ან გააკეთოს ნებისმიერ რამეში. მოვდივარ და ვაბარებ ეხლა ამას ჩემს პირად მაგალითად ყვები. თუმცა ალბათ ბევრს მოხვდება და მიხვდება რაზე ვსაუბრობ. კი ბატონო. და მოკლედ წამოვედი და ამის პარალელური პროცესებია ეს რაც წეღან მოვყევი. ჩავაბარე. რო ჩავაბარე ველოდები რომ მეტყვიან რომ რა კარგი გოგო ხარ, რომ აი რაღაცა თუ თითქოს ჩვენს კულტურაში უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ჩააბარებ, თითქოს ეს რაღაცა დიდი არის, რა თქმა უნდა, არის კიდევაც, მაგრამ ხო ჩვენ ცოტათი ზოგჯერ ვაზვიადებთ ამასაც. არავინ არ მითხრა რომ კარგი გოგო ვარ. პირიქით მითხრეს რომ ახლა უნივერსიტეტში რო ჩააბარე, არც ერთი საგანი არ უნდა ჩაგრჩეს, ყველა საგანი უნდა იყოს A-ზე, უნდა დაასრულო იდეალურად და ასე შემდეგ ახალი წესები გაჩნდა. ნუ გაუბრაზდი, მაგრამ ეს ბრაზი არც იცი რეალურია, არ არის რეალური, რა თქმა უნდა რეალურია, იმიტომ რომ ხელში ჩნდება, მაგრამ რამდენად ლეგიტიმურია ამას გულისხმობ. მოდი ხარ ამ ყველაფერს ასრულებ და მე გეუბნებიან, რომ ეს არ არის საკმარისი, ხო? ეხლა მაგისტრატურა, ან არ ვიცი, რაღაც ახალი წესი შემოვა ყველას ცხოვრებაში სხვადასხვანაირად. ოკეი, ვაბარებ მაგისტრატურაზე ვსწავლობ, ვასრულებ, მე გეუბნებიან, რომ ეხლა დოქტორანტურა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადრე ხო გქონდა ეგეთი
რაღაცა წესივით, რომ ჭკვიანი მაშინ იყავი, როცა დოქტორის ხარისხი გქონდა, როცა ლექციებს კითხულობდი და ასე შემდეგ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასეთ ოჯახში აღვიზარდე. და წამოვედი და ვფიქრობ, რომ ეხლა მაგარი მაშინ ვიქნები, როცა დოქტორის ხარისხი მექნება, ხო? ისევ არავინ არ მეუბნება, რომ კარგი ვარ დოქტორანტურაზე არ გამიგზავნია საბუთები, იმიტომ რომ ბოლოს მივხვდი, რომ არ მინდა ჯერ არ ვარ ამისთვის მზად, მაგრამ ნუ დაახლოებით იგივე შესაბამის სხვა უნივერსიტეტებში მივიღე განათლება და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც არავინ არ მითხრა, რომ რა მაგარი ხარ. ხო. მე მოდიხარ და გეუბნებიან, რომ ეხლა როდის უნდა დაოჯახდე. ოკეი, და მან იცი რა გავიაზრე, რომ მოვდივარ, ველოდები, რომ სადღაც ვიღაცები მეტყვიან, რომ რა კარგი გოგო ვარ, იმიტომ რომ ყველა განათლება მივიღე, რაც შეიძლებოდა რომ მიმეღო, რა ნაბიჯები შეიძლებოდა რომ ჩამეხურა, რა სიმაღლეზე შეიძლებოდა რომ ავსულიყავი, მაგრამ ეს არ ილევა. მე მეტყვიან, როდის დავოჯახდები? რო დავოჯახდები მეტყვიან, რომ ეხლა შვილი როდის გეყოლება? შვილი რო გეყოლება, გეტყვიან, რომ ეხლა მეორე შვილი როდის გეყოლება? ზუსტად. კი, მე მეორე შვილი გეყოლება და იქ კიდე შემოვა აუცილებლად, რომ ეხლა თან შვილი უნდა აღზარდო, თან კარიერაში უნდა იყო შემდგარი, არ ვიცი, წარმატებული, უნდა გამოიყურებოდე კიდე რაღაცა ლამაზად, კარგად უნდა იყო, ასხივებდე, ცოცხასიათაც არ უნდა იყო და რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ეს უბრალოდ არ დასრულდება, რამდენიც არ უნდა გავაკეთო, სხვა ადამიანებისთვის საკმარისი უბრალოდ არ ვიქნები. ვერასოდეს ვერ ვიქნები კარგი გოგო, იმიტომ რომ ვიღაცას არ მოეწონება, როგორ საუბრობ, როგორ გამოვიყურები, ვიღაც იტყვის, რომ ესე გამოიყურება, მაგრამ არაფერი არ იცის მაინც. და ამ დროს რამდენი იშრა, რამდენი გააკეთე. ზუსტად და ამიტომ აი აქ დავასრულე და დავიწყე, რომ აი შენ საკუთარ თავს უთხარი, რომ ეს ყველაფერი როგორც შეძელი, კარგად, ცუდად მნიშვნელობა არ აქვს, გაიარე, მიუახლოვდი საკუთარ თავს და ეხლა არ ვიცი, შეგიძლია დაეხმარო სხვა ადამიანებს, შენ უთხრა მათ, რომ კარგები არიან, შენს თავს უთხრა და ასე შემდეგ და ემოციებსაც აქვე გადავაბავ, ჩვენ არ გვაქვს თან გვაქვს სტრუქტურა ცხოვრების, გვიწესებს სოციუმი და თან არ გვაქვს. რაღაცნაირი კონტრასტია და ვეცებთ სულ სტრუქტურას. თან მივყვებით ამ სტრუქტურას რაღაცნაირად. თან გვინდა რომ არ მივყვეთ ამ სტრუქტურას. თან ვაპროტესტებთ და ისეთი საინტერესოა ეს საკუთარ თავთან. თან მინდა რომ ვიღაცა მითხრას და პატარა ვიყო, ბავშვი ვიყო, როგორ ვიცხოვრო, რაღაცა წესები მომწეს და თან ხვდები რომ ეს წესები არ მომწოს. თან ძნელია ზრდასრულობა და პასუხისმგებლობის აღება. თან მინდა და მოკლედ სულ აქ ვთამაშობ, როგორც პიროვნება, როგორც პერსონა, როგორც სოციუმის წარმომადგენელი, ქალი, კაცი, არ აქვს მნიშვნელობა. და ეს არის ძალიან საინტერესო, რა ხდება შენს ცხოვრებაში, შენი ცხოვრების სტრუქტურა, რას აწევს შენს თავს თავად და როგორ შემოდიან შენი ემოციები შენს თავთან ბალანსში, ხო? ეს შეიძლება არ მოხდეს 20-25 წლის ასაკში, შეიძლება არც 30-ის, მაგრამ სადაც დაიწყება, მთავარია რომ იქ არ გავაჩეროთ ეს ემოციები, იმიტომ რომ ხშირად გგონია ადამიანებს, რომ ეს ემოციები, რომელიც ჩვენს სხეულში არის საშიში, გვეშინია, რომ თუ სევდაში დავრჩებით, თუ სიცარიელეში დავრჩებით, თუ მარტოობაში დავრჩებით და აღარ შეგვაქებენ, ჩვენი ცხოვრება დასრულდება. თუ ვინმე არ გვეტყვის, რომ რა კარგი ხარ. თითქოს გინდა რომ ვიღაცამ შეკაკოს, არა და იცი რომ შენი თავისთვის ვინმე თვითკმარი ხარ, რომ ანუ ეს შეკებაც არ გინდა, მაგრამ თან აი გინდა, აი რაღაცნაირი პროცესია, აი საინტერესო და აი ამ ბრძოლაში თუ აი ბრძოლა არ მინდა რომ გამოვიყენოს, აი ამ საკუთარი თავის ძიებაში, აი მე იმ საუკეთესო შეგრძნებებამდე მიდიხარ, სადაც თუ სიტყვაზე რომ მიხვედი იმ კონკრეტულ მომენტში. კი. და ხო. ეს არის საბოლოო ჯამში ის, რომ აღარ ელოდები, რომ ვიღაცამ გითხრას რა კარგი ხარ. რჩები შენს სევდაში, შენს ტკივილში, შენს ბრაზში, შენს
ძალიან მდგომარეობას იღებ, როგორიც ხარ, შენი სხეულით და არა მარტო გონიერებით, ხო? ჩვენ ხო ემოციების სხეულში გვაქვს და აქედან იწყება ის, რაც იწყება ყველა ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა ეს ასე ჟღერს, მაგრამ ასეთი მარტივი სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არის ურთულესი პროცესია, რომ მივიღო ჩემი სევდა, სიცარიელე, მარტოობა. მაგრამ იცი, სადაც გგონია ალბათ ადამიანებს, რომ მარტო ვარ და იქ დასრულდა ამ სიცარიელეს ვეღარ ამოვივსებ და სადაც მგონია რომ აქედან ვეღარ ამოვალ ზუსტად მანდიდან იწყება ცხოვრება ზუსტად მანდ არის საწყისი ადამიანის სადაც მას შეუძლია რომ გახდეს დასრული ეს არ არის ჯერ დასრულობა მაგრამ შესაძლებლობა ეძლევა ზრდასრულობის ჯანსაღი მდგომარეობის პირველ რიგში საკუთარ თავთან და აქედან იწყება ის თავარი პროცესი. საკუთარ თავის გამოღვიძება. კი. და ეს გამოღვიძების პროცესი იმდენად რთულია. რომ მან რომ მიხვიდე, ძალიან ბევრი წელი გჭირდება ადამიანს, მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ თავზე ვიმუშავებთ, თუ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს სხეულს მოვუსმენთ და ეს ძალიან საინტერესო თერაპია და ძალიან საინტერესო მიმართულება აი მაგ ხრივ მანდაც დისციპლინაა მნიშვნელოვანი, ხო? რომ აი მე ვთვლი რომ და მე მგონი ყველა პოდკასტში მაგას ვახსენებ რომ დისციპლინა არის რამდენად მნიშვნელოვანი ჩვენი ცხოვრებისთვის. აი შენთვის რა არის ის ღირებული, ანუ ის მნიშვნელოვნად მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დაფუძნებულია შენი წარმატება, შენი ყოველდღიურობაში აი ამ ყველაფრის გადალახვის რაღაცა ბარიერი, აი როგორ მიდიხარ მაგამდე, როდესაც აი რაღაცა მიდიხარ ფსკერზე და უნდა ამოხვიდე. აი რა არის შენთვის ის, რომ აი ეს ყველაფერი გადალახო? რთული კითხვაა და თან ძალიან საინტერესო. ძალიან, მე მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან და მაგიტომ დამება და ახლა დამება და ეგ შეკითხვა სხვათა შორის. მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება არის ბატუტივით, რაც უფრო ჩახტები, მით უფრო ამოგაგდებს. და აი ამას თუ დაუჭერ მუხამს ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო უხდება მიდიხარ სადღაც არ არსებობს სტატიკურობა ხო სტატიკა არ არსებობს გულისცემის რითმიც ხო ესეთია ხო და აი აქ ცხოვრებას ვსწავლობთ და აქ ამ პერიოდში აი ამ პროცესში მნიშვნელოვანია რომ გაიაზრო რომ ხან ეს არის და უბრალოდ არ დანებდე. არ დანებებაში არ გულისხმობ გამუდმებულ ბრძოლას საკუთარ თავთან, წაღენ ემოციები ვახსენეთ საკუთარ ემოციებთან, გულისხმობ მიღებას. ყველაზე მნიშვნელოვანს ჩემ კლიენტებმა იციან ხოლმე რომ რა არის ეს მიღება? ani როგორ მივიღო? და რთულია, კი. მიღება არის, რომ ცუდად ვარ. მაგრამ არ დავნებდები, გავაგრძელებ. დისციპლინაც ეს არის, არ დანებება, ჩემთვის. არა ის, რომ დილას 7-ზე ავდგე. ან 10-ზე ვივარჯიშო და 11-ზე აუცილებლად მივირთვა. ხანდახან ჩემს ხელს შეიძლება არ უნდადეს ეს, არ კონდეს ამის მზაობა. ჩემთვის ეს არ არის დისციპლინა. მესმის რომ აუცილებელია და ახლა მეტყვიან ალბათ ვიღაცები, რომ კი, ყოველ დღე 7-ზე უნდა ირბინო, თუ გინდა რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე. მაგრამ არის დღეები, როცა არ მინდა 7-ზე. მაგ დროს უნდა დავისვენოთ, კი, ხელს უნდა მოვუსვენო, მაგ დროს ან დავისვენო. და ეს არის დისციპლინა. უბრალოდ არ დანებება, სადაც ჩავარდები, იქიდან გაგრძელება. ოღონდ ეს ჩემთვის არის ასე და ყოველთვის რაღაც გზის გამოძებნა და არა ის რომ всё აქ დასრულდა. თუმცა ხანდახან ალბათ ეგეც მნიშვნელოვანია რომ გავიაზრო რომ აი აქ რაღაც დასრულდა. მეწყინოს, დავწვე, არ ვიცი, ვიტირო, ვიწუწუნო და ასე შემდეგ. ხო. და ეს მართლა ძალიან სწორი შედარება ბატუტივით. და მე იმდენად საინტერესოდ აი ის რაც ჩაუღრმავდი და უკვე იცი, მე უფრო მარტივად არის აიქიდან ამოსვლა და აი ეს ამოსვლის პროცესი და მე ისევ თავიდან დაწყების და აი მუდმივად ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს პროცესები. აი მუდმივი ზრდა და განვითარება მე მგონია რომ ჩვენი სულისთვის რაღაცა აი მალამოსავით არის და ეს აუცილებელი პროცესიც არის ყოველდღიურობაში.
მე მაინტერესებს აი როდესაც შენ წეგან ახსენე ის ფაქტორი რომ აი ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს აი ის რაღაც აი პროტესტი როდესაც გვაქვს ბავშვობაში და იქედან მოვდივართ დასრულებამდე უკვე გავიარეთ ამ პროტესტის ხანა ის რაღაცა მდგომარეობა და მივედით რაღაც ჩვენს ეტაპზე აი კარგ პოზიციაზე შენ თავთან აი ეს კარგი გოგო სინდრომიც დაამარცხე აი მე უკვე შენ თავს რას ვეუბნები ამ დროს რომ აი როდესაც ეს ყველაფერი გადავლახე მე საკუთარი თავის სიმშვიდეში ხარ და აქედან იწყება საკუთარი თავის სიყვარული შენი აზრით ხო საკუთარი თავის და საიდან დაიწყე შენ საკუთარი თავის სიყვარული ნახე ბოლო დროს გქონდა ხოლმე ეგეთი ფრაზები რომ შეიყვარე საკუთარი თავი და მე სულ ვაპროტესტებ ხოლმე რომ შეიყვარე საკუთარი თავი ეგრე არ არის რომ მარტივად არ ხდება ჩავიხედო სარკეში და ღმერთო ეს ვინ არის ხო იმიტომ რომ ჩვენ ხო სოციალური არსებები ვართ და სოციუმში განსაკუთრებით დღეს არის სოციალური მედია სადაც გინდა არ გინდა ადამიანებს ედრები ხო თერაპიაზე ხშირად მოდიან ხოლმე მაგალითად დღეს და მეუბნებიან რომ რაღაცა კურსი გავიარე სადაც ვისწავლე რომ მე უნდა ვიყო რაღაცნაირი ესეთი დამჯდარი არ ვიცი რაღაცა იარლიყებით ავსე ცხოვრება და ეს არის სიყვარული საკუთარი თავის როცა ესე გამოიყურები ესე იქცევი და ესე შემდეგ ყველაფერი კარგია რასაც ვსწავლობთ მაგრამ ყველაფერი უნდა გვერგებოდეს და სასურველია რა მიყვარს სიტყვა უნდა მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სასურველია მერგებოდეს მე და რას გულისხმობ ხო რომ დავუბრუნდე ამ სარკეს ჩავიხედე სარკეში და შევედარები აუცილებლად ვიღაცას რომ იმას ჩემზე ლამაზია ეს აქვს ის ჩემზე ჭკვიანია თან შორიდან ხო ყოველთვის ყველაფერი რაღაცნაირი ჩანს უფრო მიმზიდველი უფრო საინტერესო და გააზრება იმის რომ მე ვარ აქედან იწყება საკუთარი თავი სიყვარული ჩემი გამოცდილებების მიღება დანახვა მე რა გავიარე ხო მე საიდან დავიწყე მე რაზე ვდგავარ რას ვეყრდნობ საკუთარ თავში როგორ შემიძლია რომ გავაგრძელო გზა ამ გამოცდილებებით რაც მივიღე რას ვაპატიებ საკუთარ თავს რას ვაპატიებ ადამიანებს ირგვლივ ყველაფრის ერთიანობა საკუთარი თავის სიყვარული და არა ან გარეგნობა ან თერაპიაზე სიარული მხოლოდ ან არ ვიცი ეს ყველაფერი ბენეფიტებია რითიც შეგიძლია რომ 100 ამოვნო შენ თავს რომ იყო უკეთესად თერაპიის პრინციპში ზოგადად ეგ არის რომ ნახე თერაპევტები არ ვეუბნებით ხო უკვე ცნობილია ეს და მე მგონი აღარ სჭირდება გაჟღერება მაგრამ გავაჟღერებ როგორ იცხოვროს ადამიანმა დაშორდეს თუ არა შეყვარებულს ან არ ვიცი რაღაცა კონკრეტულ პასუხებს არ ვაძლევთ. ვაძლევთ იმ საყრდენებს საკუთარ თავში, რომელსაც შეუძლია რომ დაეყრდნოს. და არა ის რომ დღეიდან შენ მიდიხარ და აი ამას აკეთებ არ ვიცი რაღაცას. ნუ ხშირად არის ხოლმე ესეც რომ მოსულან და დავშორდა შეყვარებულს. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. შენ რას ეყრდნობი საკუთარ თავში? რითი გინდა ცხოვრება, როგორი ცხოვრება წარმოგიდგენია რომ გინდა გქონდეს, რას გააგრძელებ მერე და ასე შემდეგ. აი ძალიან სწორად აღნიშნე ეგ ფაქტორი, რომ საკუთარი თავის სიყვარული არის მიმღებლობა. ოღონდ აი ძალიან დიდი მიმღებლობა ყველაფრის, რაც ირგვლივ ხდება, აი მაგათად, რაც არ არის შენთვის მისაღები, აი თუნდაც არ აი შენ თვითონ თერაპიაზე როცა მიდიხარ, ადამიანი მაგ დროს იღებ ინფორმაციას შენ შესახებ, აი როგორ აი რას აკეთებ არასწორად, აი როგორ აი შენ სიღრმეებში ჩადიხარ და აი შენ სიღრმეებს როდესაც გაჩვენებს თერაპევტი, ფსიქოლოგი ამ დროს იმდენად სიღრმისეული ძიება მიმდინარეობს, რომ შენ თვითონ წყვეტ როგორ გააგრძელო შემდეგ შენი ცხოვრება. ეს არის რაღაც აი საინტერესო პროცესები, როდესაც მე უკვე ძალიან სწორი მიდგომაა, რომ შენ არ ეუბნები, რომ შენ კონკრეტულად შენს პარტნიორს დაშორდიან, აი ამ სამსახურიდან წამოდი, იმიტომ რომ პატივცემულოდ გექცევიან. არა, შენ აძლევ მას ბერკეთს, რომ ან ინფორმაციას და შენ ასწავლი მას უბრალოდ როგორ იყოს კარგად და ის თვითონ წყვეტ ამ კარგად ყოფნაში რამდენად იყოს ამ დროს მისი მეგზური მის გვერდით ან მისი სხვადასხვა სიტუაციები მის ირგვლივ და ჩვენი თავის სიყვარულიც მე სხვათა შორის როდესაც დავიწყე წლების უკან 17 წლიდან აი რაღაცა
ვფიქრობდი ჩემთან, რომ როგორ შემეყვარა ჩემი თავი და ძალიან დამეხმარა მე პირადად ის ფაქტორი, რომ სიტუაციები თავიდან ვიგონებდი, რომ მეთქი მიყვარ ჩემი თავი. აი მაგალითად როგორ რომ აი სიტუაციები რაც იყო ჩემს ირგვლივ, ჩემს ვთქვათ აი მოცემულობაში, რაც იყო ჩემთვის აი არაშესაფერისი, სიტყვა და უგულისხმობ რა არაშესაფერისი, აი ცუდად კი არ უგულისხმობ რაღაც. არ იყო ჩემთვის ან საკმარისი, ან არ ვგრძნობდი თავს კარგად, ან სიტუაციებში სადაც არ მაგრძნობინებდნენ თავს კარგად, ან სადაც არ მეკცეოდნენ სათანადოდ როგორც ვიმსახურებდი, ვფიქრობდი რომ მეთქი ამ სიტუაციაში შენ არ იმსახურებ ხადია. ნახე შენ არ დაგიმსახურებია ეს მოცემულობა და ეს ისე დამეხმარა ჩემი თავის განვითარებაში და სიყვარულში, რომ თითქოს მე სიტუაციებსაც ისე მიწყობდა ირგვლივ, რომ ჩემს სასიკეთოდ იმართებოდა მოცემულობები და სწორედ აი აქედან რომ მე ვაპროგრამებდი ჩემ თავს რომ იცი რა ხატია, შენ გიყვარ შენი თავი, მაგრამ სიღრმეებშიც უნდა ჩახვიდე და გამოსასწორებელი უნდა გამოასწორო, ანუ ეს პროცესები ამ ყველაფერში მე პირადად დამეხმარა და მადლიერების განცდა დამეხმარა ყველაზე მეტად. შენ ამ პროცესებში რა დაგეხმარა ყველაზე ძალიან? მიმღებლობის. პირველ რიგში საინტერესოა, მადლობა რომ გამიზიარე. მადლობა. იცი ალბათ ყველაზე მეტად დამეხმარა აი ეს მიმღებლობა. ხო, მე ყველაზე მეტად კი. ეგ იყო მთავარი და მეორე ნაწილში ის შედეგები, რომელიც მოდიოდა ხოლმე. ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე გადამეკვეთნენ, გავიცანი, ძალიან დამეხმარნენ და ანალოგიურად და იმედი მაქვს მეც მათ. და ეს შეიკრა საბოლოო ჯამში. ბირთვი შეიკრა და მე მგონია რომ შენ ძალიან სწორ დროს სწორ ადგილასაც მოხვდი გარდა იმისა რომ ხარ მე ამბოხე ხარ ეს რაღაცა მიმწოლი და ჟილკიანი შენს ხასიათში არის ეს ამბები მე მგონია რომ აი დაგეხმარა თუნდაც ის რომ იმ წამს იმ კონკრეტულ მომენტში სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდი. თუნდაც ავიღოთ ის თერაპია და მარკეტინგი, თუნდაც ავიღოთ ვაძიმის ამბავი, აი ეს ყველაფერი შეიკრა სწორ დროს სწორ ადგილას და ასევე შენი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით და მუდმივი განვითარებით. ეს არის მუდმივი პროცესი, ხო? შენ აქ სწავლობდი, შენ აქ მუდმივად ვითარდებოდი და 21 წლის ანი, რომელსაც უნდა გართობა, უნდა თქვათ მეგობრებთან ერთად დროის ტარება, ან უნდა რაღაცა თქვათ თბილ ოთახში იჯდეს და რაღაცა წიგნს კითხულობდეს. სიტყვა და ამ დროს დგები და მეცადინეობ და შენს თავს უქმნი დისკომფორტს. ანუ შენ იმ დროს შენს თავს იმხელა რესურსი მიეცი ამ დისკომფორტით, თუნდაც გაუცნობიერებლად, ხო? რომ ახლა ეს ყველაფერი გეხმარება და ახლა ცხადია რომ ეს ყველაფერი დაგეხმარა და ძალიან კარგად გამოიყენე შანსით და ცოდნა ჩვენს ირგვლივ სიტუაციებს, ხო? ხეთი მე იცი რა დამეხმარა, ახლა ამაზეც წამოვიდა ფიქრი პარალელურად ამ ჯგუფებზე. გეთანხმები და მადლობა რომ ასე შემომიტრიალე საკუთარი თავის ამბავი. იცი მე ვისმენდი ძალიან ბევრ ისტორიას. ნახე, რაც არ უნდა იყოს შენესწრები ჯგუფებს, სადაც ძალიან უკვე დასრული ქალები, კაცები და ისმენ ყოველდღიურად მათ ცხოვრებას. გინდა არ გინდა და რაღაცა კონკრეტული ფსიქოლოგების ჯგუფი, თერაპევტების, რომელთაც უყურებ ყოველდღიურად როგორც ცხოვრობენ, რომლებისაც ძალიან მადლიერი ვარ გულწრფელად. და აქ ხვდები, როგორი ცხოვრების მოდელები გინდა რო გქონდეს. ხო, როცა არჩევ პატერნებს ამ ქალების, კაცების არ მინდა რომ რომელიმე სქესი გამო. კი, მესმის. ისტორიებს დაახლოებით ხო უკვე იცი როგორი სისტემით გრძელდება ცხოვრება. გარდა მაგისა, ხო გააქვს წიგნები წაკითხული ალბათ. ჩემ შემთხვევაში ასე იყო, არ არის ყველასთან ესეც აუცილებელი. იცი დაახლოებითი სისტემები, როგორ შეიძლება რომ ადამიანის ცხოვრება განვითარდეს, ხო? რა გზაზე შეიძლება წავიდეს. ამიტომ ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება ამ ადამიანების მოსმენა, რომელიც წილად მერგო ამ პატარა ასაკში, რომ დაახლოებით უკვე იცი, რომ თუ ახლა მაგალითად ამ ასაკში დაოჯახდები, შენი ცხოვრება ასე გაგრძელდება, თუ ახლა დაისვენებ და არის სწავლი, ასე გაგრძელდება, თუ პროფესია ახლა
ვერ იპოვე. პირობითად ნებისმიერ მოდელს განიხილავ, აქედან არ არის რომელიმე კარგი ან ცუდი. დაახლოებით ხვდები ამ სისტემებს. დაახლოებით ხვდები და როცა პატარა ასაკში აზრებ რა ტრამვებით, რა სისტემებში გაიზარდე. ხო, მე ამ პერიოდში მე თვითონ სუნთქავდი, ვაკეთებდი სისტემურ განლოგებებს, როგორც გითხარი, პარალელურად მუშაობდი. ხო, ხვდები შენი მოდელი რა არის, რომელში გინდა რომ წახვიდე, რა თქმა უნდა, იმ მომენტში არის რაღაც პროცესები, სადაც ინერციით მიდიხარ და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ პირდაპირ გააზრებული გაქვს ყველაფერი. არ არსებობს ეგეთი რამე. დაახლოებით. მაშინ სიღრმისეული ვერ იქნები ეგრე. ანუ რაღაცებს მიყვები ინერციით, რაღაცები ქვეცნობიერი პროცესები მოდის, რაღაცები ცნობიერი, ამ ყველაფრის ერთიანობა, სოციუმი, რომელშიც ხვდები, ადამიანები, ძალიან ისეთი ჩემთან შედარებით დიდი ასაკის მეგობრები მყავდა ყოველთვის, ხედავდი მათ ცხოვრებას. ეგ მაგანაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ვიცოდი რა შედეგები შეიძლებოდა დამდგარიყო. ოღონდ ეს აქვე ვამბობ, რომ არ ნიშნავს არაფერს, უბრალოდ ეს იყო ჩემი გზამკვლევი. ხო, მეორე ნაწილში ამბობენ ხოლმე, რომ სხვის გამოცდილებაზე ვერ ისწავლი, ხო? შენი გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ სხვისი გამოცდილებაც გეხმარება. დაახლოებით გაძლევს ლაბირინთში, რაღაცა ციმციმა შუქს, ზუსტად ვიცი რასაც იძახი, ხო? და ნუ მე ყველა გვირაბის ბოლოს არის სინათლე მიყვარს. აუცილებლად, კი. და მე ხელახლა ახალი მოდის და ასე დაუსრულებლად. ზუსტად ეგრეა. სხვათა შორის მაგაზე არასდროს არ მიფიქრია და აი ამ წამს დავფიქრდი, რომ მეც კონსულტაციებიდან გამომდინარე, ბევრი რაღაც ჩემს თავში მაქვს გადაფასებული სწორად. ხო, აი, ალბათ რომ ისმენ ისტორიებს და რომ გესმის ამდენი ინფორმაცია წლების განმავლობაში, შენში ილექება რა გინდა და როგორი მოდელი გინდა რომ გქონდეს ცხოვრებაში. და მადლობა ამ საინტერესო გაცნობიერებისთვის, იმიტომ მე ახლა დავფიქრდი მაგ ყველაფერზე. მე მინდა რომ აუცილებლად შევეხოთ ურთიერთობებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და შენ ერთ-ერთ ვიდეოში ახსენებ ესეთ ძალიან საინტერესო ფრაზას, რომ როდესაც ურთიერთობაში შედიხარ, პარტნიორი არის შენი სარკე. თუნდაც აი ნებისმიერი ურთიერთობა, ხო აი პირველი სიყვარული თუ აი რა ვიცი, რომელს რაღაცა ეგრე აღნიშნავ, რომ პირველი სიყვარული არის შენი სარკე და რაღაცნაირად ამ ყველაფერს აჯანსაღებ შენ თავს ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ხო? ზოგადად აი შენ როგორც მაგ ვიდეოში აღწერ აი ეგ ინფორმაცია რომ რაღაცნაირად მოგვიტანო და გვითხრა და გვიემბო, მაინტერესებს ეგ ამბავი, რომ აი ჩვენს პარტნიორში რაც სიტუაცია ან გვაღიზიანებს ან უბრალოდ რაღაცაზე ვბრაზდებით, ხო? ეს ყველაფერი ჩვენ თავში უნდა ამ ყველაფრის გამო ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ, ხო? აი რანაირად ხდება, რომ აი ჩვენშია ეს პრობლემა, რაც გვაღიზიანებს ან ნერვებს გვიშლის ან რაღაცნაირად ჩვენში იწვევს, ხო, აი გაღიზიანებას ვიტყოდი, ან უბრალოდ რაღაცა ნეგატიურ ასპექტებს, ხო? ურთიერთობებზე საუბარს სულ ერთი და იგივე ფრაზით ვიწყებ და ეხლაც ეგ ფრაზა მომდის. ყველა ურთიერთობა იწყება საკუთარ თავთან ურთიერთობა. კი, აი საკუთარ თავთან. ნებისმიერი ურთიერთობა, ხო? ნახე, მე თუ მაქვს მეორე ადამიანთან ურთიერთობის რაიმე პრობლემა, მოდი ვთქვათ ეს სიტყვა, ესე იგი იქ საკუთარ თავშიც მაქვს რაღაცა გაურკვეველი მდგომარეობა იმ ნაწილში. ხო, როგორ იმართება ურთიერთობები და რატოა პარტნიორი ჩვენი სარკე? ადამიანს მეორე ნაწილში რამდენადაც საკუთარი თავთან ურთიერთობით იწყება ყველა ურთიერთობა, იმდენად მე მარტოს არ შემიძლია რომ რაღაც დავინახო, ვიპოვო საკუთარ თავში. და რატო? აი რომ წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანი ცხოვრობს მარტო კუნძულზე. არაფერი არ ეცოდინება საერთოდ საკუთარ თავის შესახებ. ის ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლის შენს გვერდით მყოფი ადამიანი. მეორე ადამიანში ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვაქვს. მეორე ნაწილში ნახე, როცა შევდივარ რაღაც ურთიერთობაში, მიყვარს ესეც და ამასაც გავაჟღერებ, რომ მე ვარ ჩვენში ყველა დასრულ ადამიანში ცხოვრობს ბავშვი. ხო? და მე მაქვს რაღაცა კონკრეტული ქცევის მოდელები, პატერნები და მდგომარეობები დამახსოვრებული. და მე მგონია, რომ ეს ყველგან ასე ხდება და ეს ასეა სწორი. ხვდები მეორე ადამიანს, ყველა ოჯახი განსხვავებულია. არც ერთი ოჯახი არ გავს ერთმანეთს.
არც ერთი ადამიანი არ გავს ერთმანეთს. ამასაც აქვე ვიტყვი. ხვდები მეორე ადამიანს და იმასაც აქვს თავისი ოჯახის მოდელები, პატერნები, ქცევები, 1000 დასწავლილი რაღაც, რაც ნახა, ხო? სხვა არაფერი არ იცის. ჩვენი სოციუმი რაც არის ოჯახი და ასე შემდეგ, იქიდან ვიცით ეს ინფორმაცია. ეხლა მე და შენ შევხვდით ერთმანეთს და მე ვიცი რომ დილაობით აუცილებლად უნდა ვისაუბრო. და შენ იცი რომ დილას არ ვსაუბრობ. მოდი ეხლა და გავარკვიოთ რომელი ჩვენგანია სწორი. არც ერთი. ხო. და თან ორივე. ხო? ამიტომ საერთო ენის გამონახვა მნიშვნელოვანი ბალანსია. ძალიან რთული და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ხო? და ნახე მე ხვდები და ავირეკლე უკვე რომ მე თურმე ვიცი რომ დილას ვსაუბრობთ. და შენ თურმე იცი რომ დილას არ ვსაუბრობთ. ამ პირიქით რა მნიშვნელობა აქვს, ხო? უკვე ავირეკლე საკუთარ თავში ერთი ცოდნა, ერთი რწმუნებულება, ხო? და რამდენი ეს ახლა ცოტათი ინფანტილური მაგალითია, მაგრამ რამდენი ასეთი ღრმა პროცესი მიმდინარეობს ადამიანში. ხასიათის თვისებები, ქცევები, ბრაზი, წყენა ზოგ ოჯახში გამოხატავენ ემოციებს, ზოგან არ გამოხატავენ. პირობითად მე ვარ ძალიან ემოციური და ჩემს ოჯახში ყველა გამოხატავს ემოციებს და მე უცებ გამოვხატავ შეთან ემოციებს და შენ არ იცი რომ ემოციების გამოხატვა შეიძლება და ხო ვერ ხვდები საერთოდ რატო ვერ ასეთ მდგომარეობაში გაბრაზებული ნაწყენი გახარებული არ ვიცი ხო ყველა ემოცია არ არსებობს ესე დადებითი და უარყოფითი ემოცია მაგრამ პირობითად რო დავყოთ ხო რაღაც ნაწილში და შესაბამისად მე ვხედავ საკუთარ თავს შენში და შენ ხედავ ჩემში და ჩვენ ვურთიერთობთ და ვერ ხვდებით რა პრობლემა გვაქვს საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს სანამ არ დავხდებით არ ვისაუბრებთ არ ვიტყვით რომ მე ასე ვიცოდი და ახლა როგორ გავაკეთოთ ამის მერე როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას მანამდე ნახე მე რომ შენ გითხრა მე რას ვგრძნობ მე უნდა ვიცოდე რას ვგრძნობ. მე რო გითხრა რომ იცი ნაწყენი ვარ. მე ხო ჯერ საკუთარ თავში უნდა ვიცოდე. რას ვგრძნობ. ან რო ვიცი რომ რაღაცა გაურკვეველ ემოციებს ვგრძნობ, ბრაზის მაგვარს და რაღაცაზე ვჭუბობ. და გეჭუბები იმის ნაცვლად რომ თქვა რომ იცი მე ვბრაზობ. ხო? და რთულია აქამდე მისვლა, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ დავარქვათ ჩვენს ემოციებს, ჩვენს ხელში სახელი, როგორ შეგვიძლია რომ მეორე ადამიანს გადავცეთ ეს ინფორმაცია ჯანსაღად და როგორ ბიურთიერთობოთ როგორც დასრულებმა და არა ბავშვებმა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად მეორე და სხვა ადამიანთან ვურთიერთობთ როგორც ბავშვი იმ ბავშვური პატერნებით და დასრულობა არის რთული. აქაც მე შემოდის ამბავი, რომ თანს დასრული უნდა ვიყო, რომელიც პასუხისმგებლობებს იღებს, მაგრამ თან ისეთი პასუხისმგებლობები არ უნდა ვიყო, რომელიც მაზიანებს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ესეც ფრაზად გადაიქცევა და ბალანსი, ხო, ყველაზე გაცვეთილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა და მდგომარეობა ჩვენს ცხოვრებაში და ამ ბალანსის დაცვა ხო ისედაც ურთულესია და წარმოიდგინე, როცა ბალანსს ვერ ვიცავ და თან არც კონტაქტობ იმ დოზით მაინც საკუთარ თავთან რა დოზითაც შემიძლია. ამიტომ მე რაღაცები კიდევ უფრო რთულდება და გაურკვეველი პროცესები მოდის. ხო და მართლა გაცვეთილი ფრაზაა ეს ბალანსი დავიცოთ ყველაფერში და ოქროს შუალედი და ეს რაღაცა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ეს ბალანსის დაცვა, თუნდაც ურთიერთობაში და პირადი საზღვრების დაცვა. ჩემი საყვარელი ეს არის ამბავი ის რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი პირადი საზღვარი და თუ ადამიანებს უჭირთ პირადი საზღვრების დაცვა, აი რას ურჩევდი ამ შემთხვევაში შენ, რომ აი ინდივიდუალური რა თქმა უნდა და ჩაღრმავება ჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ხო არის ის, რომ მოდის ბავშვობიდან, ხო? რომ მას არ ქონდა პირადი საზღვრები და მან არ იცის როგორ დაიცვას პირადი სივრცე, პირადი საზღვარი და სხვა ადამიანის პირად სივრცეში უხეშად ერევა. აი ამ დროს ჯობია რომ აი ჩვენი ბავშვობის ტრავმებს დავუბრუნდეთ და აი აქედან აღმოვხვრათ ეს ყველაფერი. ხო. და შენ აი ამ შემთხვევაში რას გვეტყვა ყველაფერთან დაკავშირებით? აი თუნდაც ის რომ პირადი სივრცის დაცვა რამდენად მნიშვნელოვანია და აი ამ ყველაფერს რა მოყვება რომ შემდეგ არ დავიცვათ და ასე შემდეგ. ხო, იცი ალბათ ადამიანებს გვეშინია პირადი საზღვრების დაცვა. ამის უკან დგას არაცნობიერი შიში.
ჩემთვის, იმიტომ რომ მგონია რომ მე თუ პირად საზღვრებს ამ პირად სივრცეს დავიცავ, მიმეტოვებენ. ნუ ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ასეთი ფრაზები ჟღერდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი კულტურა რაღაცნაირად მოწყვლადია ამ მიმართულებით. ჩვენ ხო გვიყვარს რაღაცნაირად ერთად ყოფნა, რაც ასევე ძალიან კარგია, გამოდებით ერთად ყოფნა, ყველაფრის ერთად კეთება. რაღაცნაირად ბავშვობაშიც არავის უსწავლებია ჩვენთვის, როგორ გვქონდეს პირადი სივრცე, პირადი საზღვრები, ოთახში დაკაკუნება და ასე შემდეგ, ხო? რაღაცნაირად ბევრი რაღაცის ერთიანობა ეს და არ უკავშირდება მხოლოდ ერთს და რეალურად ეს ალბათ იწყება იქიდან და იმის გააზრებით, რომ მე არავინ არ მიმეტოვებს ამის გამო. მე არ ვიქნები მიტოვებული. მე შემიძლია რომ გავაკეთო ამის ბალანსი. პირადი საზღვარი არ ნიშნავს რომ მე მარტო ვარ და არ ურთიერთობ ადამიანებთან. ეს ნიშნავს რომ მე ვირჩევ რა დოზით და როგორ შემიძლია მათთან ურთიერთობა. და ამას რა თქმა უნდა სჭირდება დრო, ცნობიერება, რა ნაწილში მიჭირს ამ სივრცის დაცვა და ასე შემდეგ. და ყველაზე კარგი მაგალითი რაც მე მახსენდება ხოლმე ამაზე არის რომ როცა მაგალითად ძალიან ახლოს მოდის სხეულით ადამიანი აი სახით ხო და ამ დროს ხო სხეული იშმუშნება რაღაცა გვეწყება დაპატარავება და აი მაგ დროს არის ერთი წკაპი სადაც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ და სასურველია რომ ვუთხრათ რომ მე მაგუფლება რომ ან გავიწიო ან გავწიო ეს ადამიანი და ზუსტად იგივეა ფსიქიკურ დონეზეც რომ თუ ხვდები რომ ვიღაც წვეწს რაღაცას ჩემს მაგივრად და მე აქ აღარ მრჩება არჩევანი მივუთითო ამაზე ეს არ ნიშნავს რომ მე არ ვარ კარგი პირობითად ან ასე შემდეგ ხო აი სანამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამართლა რომ აი ჩვენი პირადი საზღვრები დავიცვათ და სხვებთანაც აი ნებისმიერ ადამიანთან არა მარტო პირად ურთიერთობაში არამედ ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციისას და არ მინდა რომ აი ჩემი პოდკასტი დასრულდეს ისე რომ აი თუნდაც იმ შეკითხვაზე არ მიპასუხო თუნდაც აი შინაგანი ბავშვი ვახსენეთ და ყველაფერი აი ჩვენი საწყისი თუნდაც ის რომ პატერნი ვიმეორებთ აი პარტნიორულ ურთიერთობებში რომ სიტყვაზე აი პირველი ურთიერთობა სიტყვაზე ვიღაცას მეორე ურთიერთობა ქონია არ გაუმართლა ზოგჯერ იყო ღალატი შემთხვევაში იმიტომ რომ ყველაფერი მოდის ბავშვობიდან ხო ეს ჩვენი თავის მიუღებლობა და სირთულეები და ასე შემდეგ აი ეგ ყველაფერი რომ ურთიერთობები რომ კარიერა რომ ფინანსების მოზიდვა ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი არის შინაგან ბავშვთან დამყარებული დაფუძნებული ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში და ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება ჩემი გადმოსახედიდან დაიწყო შინაგანი ბავშვის გამოღვიძებით რას გვეტყვი ჩვენ შინაგან ბავშვზე და როგორ უნდა მოვახდინოთ აი ამ ყველაფრის დაკომპენსირება რომ მივწვდეთ და ჩავუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ბავშვს და თან აი ამ ყველაფრის განკურნება შეძლოთ ახლა ერთი იმით აი ვერ იტყვი შეიძლება ამ ყველაფერს მაგრამ აი მე ძალიან მაინტერესებს მაგ თემაზე შენი ინტერპრეტაცია ხო ეს არის პროცესი ხშირად მეხურებიან ხოლმე ამ ბოლო დროს განსაკუთრებით იმიტომ რომ ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას რომ ეს პროცესია ესეც პროცესია ხო ეს მარტო გავაკეთო მოდი გულწრფელები ვიყოთ და ურთულესი პროცესია იმიტომ რომ აქ მჭირდება აუცილებლად და ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა არიან ადამიანები ვისაც შეუძლია ეს მარტომაც შეძლოს მაგრამ ძირითად შემთხვევებში მნიშვნელოვანია ხოლმე დავიხმარო კომპეტენტური ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ვინ აუცილებელია რომ დავამყარო კონტაქტი გავიხსენო შევეხო მოვუარო მე გავხდე ჩემი შინაგანი ბავშვის მშობელი რათა მომავალში არ გავიმეორო ის პატერნები რომელსაც ჩემი მშობლები იმეორებენ და დღეს აქაც ალბათ ახალი არ არის ესეც და უკვე ხშირად საუბრობთ ამაზე რაც მე ძალიან მახარებს რომ მაგალითად თუ დედა დაშორდა მამას მეც მგონია რომ ეს პატერნი უნდა გავიმეორო იმიტომ რომ ჩემმა ბავშვმა ასე დაიმახსოვრა ან მე თუ რაღაცაზე გაუბრაზდი მგონია რომ თუ ბავშვობაში მამაკაცებზე გაუბრაზდი დღემდე ყველას უნდა გადავუხადო სამაგიერო ესეც რაღაცა ისეთ
ესეთი სიტყვა, მაგრამ რეალობასთან არის კავშირში. ან ვიპოვო მამასნაირი, მამაკაცი ზუსტად, ხო? ეს ერთი მხრივ ჯანსაღია და შეიძლება აქაც შედგეს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ურთიერთობები, მაგრამ მეორე ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ გამოვარკვიო ეს ჩემი ბავშვის მდგომარეობა, როგორ გრძნობს თავს და რას ეძებს ცხოვრებაში, ხო? მე თუ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ, არაფერი არ არის საჭირო ამ წელში, ხო? იცი რა მახსენდება ფსიქიატრიულ მუშაობის პროცესში ეს ჩვენი ფსიქიატრი ამბობდა ხოლმე რომ რამაც გიშველა იმან გადაგარჩინოსო და აბრუნებდა ხოლმე ამ ფრაზას და ეგრეა მე თუ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ იმ ცხოვრებაში რომლითაც ცხოვრობა არ აქვს მნიშვნელობა მამასნაირი პარტნიორი ავირჩიე თუ დედასნაირი ოკეი მაგრამ თუ ხვდები რომ რაღაცა მეორდება რაღაცა წრეზე მივდივარ რაღაც არ გამომდის არც ჩემს თავთან არც ხვებთან და ეს ორი კავშირში ერთმანეთთან მაშინ აქ უკვე არის რაღაც გამოსარკვევი რაღაცა შესაძლებელი ან შეიძლება უბრალოდ დასაკვირვებელი და აქედან იწყება ხოლმე ის პროცესი რომელშიც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას და ჩართვას. კი, აი მართლა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის, იმიტომ რომ ხო აი ეგრეა ზუსტად. მე მაგალითად მახსოვს პირველად მედიტაცია იყო ესე YouTube-ზე იყო რაღაც მედიტაცია შინაგან ბავშვთან დაბრუნების მედიტაცია და მახსოვს აი პირველად რო ჩავრთე და ვუსმინე და რო დავიწყე ამ რაღაცა პატარ-პატარა ფანჯრების გაღება იმ ჩემ ბავშვობიდან აი ის ემოცია მახსოვს აი რა შეგრძნებები იყო ჩემში და ის პატარა ხატია რომელიც იყო დაუცველი რაღაცნაირად ზოგჯერ დახმარება ჭირდებოდა ზოგჯერ შინაგან შეგრძნებებთან ეს რაღაცა ორომტრიალი რა თქმა უნდა აი ძალიან საინტერესო იყო და ეს პროცესები ნამდვილად ძალიან საინტერესოა ჩვენ ცხოვრებაში და მუდმივად აი ამ თვით განვითარების ეტაპზე ჩვენი ენერგიებიც აი ამ განვითარების პროცესებში ძალიან საინტერესოა და როგორ განვითარების ეტაპზეც ვართ, ზუსტად აი იმ ვაიბებზე და იმ ენერგიებში ვლივლებთ და მე მგონია რომ სწორედ მაგიტომ ხარ დღეს ჩემთან რომ მე და შენ ერთ აზრზე ვართ, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. მადლობა იმისთვის რომ მოხვედი ჩემთან და არის აი მთელი გულით გემადლიერები რომ ჩემთვის დრო გამონახე. შენც მადლობა. და ასევე მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა რომ მიყურეთ. ეს იყო პოდკასტი 31, მე კი ხატია ძნელაძე ვარ, შემდეგ შეხვედრამდე გემშვიდობებით.